ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას კი ქართული ბიზნესიც უერთდება. Ამ დროისთვის პლატფორმას Free Business G შეუერთდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 500-მდე კომპანიამ, თუმცა მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კერძო სექტორი მკაფიოდ უჭერს მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას და შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის და დემოკრატიულ განვითარებაზე ქვეყნის დაბრუნების მთავარ წინაპირობად სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებას ასახელებს. ნინო გაზდელიანი გვეტყვის, როგორია ბიზნესის ხედვა და მოთხოვნები არსებულ რეალობასთან დაკავშირებით. დიახ, მიშა, როგორც ჩვენ უკვე განაცხადე, 500-მდე არის და გადაცდა კიდეც იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ხელს აწერენ თავისუფალი ბიზნესების განცხადებას. ბიზნესმა გადაწყვიტა უკვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა და ისინი ამ მიზეზებზეც საუბრობენ, ამბობენ, რომ გარკვეულწილად პერიოდულად სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი საუბრობდა პრობლემებზე, თუმცა ასეთი მასობრივი განცხადება და საჯარო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, ვინაიდან წლების განმავლობაში ისინი თავს დაცულად არ გრძნობდნენ და დაცულად არ გრძნობდნენ სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც აწარმოებდა და ქმნიდა ქართული ოცნება, ვინაიდან მისი მმართველობის პერიოდში აღარ არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის აღარ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც მაგალითად შეეძლოთ საკუთარი უფლებებისთვის ეჩივლათ და აი ძალიან ბევრმა დაგროვილმა პრობლემამ განაპირობა ისეთი ვითარება, რომ წლების განმავლობაში არაერთი კომპანია და ზოგადად ბიზნესი ასე ხმამაღლა არ საუბრობდა. თუმცა მას შემდეგ, რაც უკვე 28 ნოემბერს გახდა ცნობილი ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ისინი ფიქრობენ, რომ ახლა მართლა აღარ არის გაჩუმების დრო და ეხლა სიჩუმე არის დანაშაული, ვინაიდან ამ შემთხვევაში არა კონკრეტულად ბიზნესი ან რომელიმე სფერო, არამედ ქვეყანა ზარალდება და ახლა აუცილებელი არის, რომ ყველამ ღიად ისაუბროს და ღიად მოუწოდოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ ასეთი ქმედებებით ისინი ღუპავენ ქვეყანას. ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს, ისევე როგორც საზოგადოების სხვა უმეტეს ნაწილს ახლა ბიზნესაც, ეს არის ახალი არჩევნები, რომლის გარეშეც წარმოუდგენელად მიაჩნიათ ვითარების გამოსწორება და ასევე ეს არის რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ახალგაზრდების გათავისუფლება და ამ ორი ძირითადი მოთხოვნის გარეშე ისინი ფიქრობენ, რომ ვითარების განმუხტვა შეუძლებელი იქნება. ბიზნეს კომუნა გაერთიანებული არის ამ ორი ძირითადი მოთხოვნის გარშემო და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ დაახლოებით დღე-ნახევარში პლატფორმის გაშვებიდან უკვე 1100-ზე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა სურვილი, რომ შეუერთდეს ამ პლატფორმას. პლატფორმაზე წარმოდგენილი არიან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ სხვადასხვა კომპანიების პოზიციის დაფიქსირებას და ამ კომპანიებს ექნებათ რამდენიმე დღე, რომ დააფიქსირონ თავისი პოზიცია. შემდეგ კი ხუთშაბათს პირველ საათზე ჩვენ გავხსნით ამ პლატფორმას და იქ უკვე საბოლოო ჯამში გამოჩნდება ის კომპანიებიც, რომლებმაც შეიკავეს ამ განცხადებაზე შეერთებისგან და უკვე მომხმარებელს მოსახლეობას ეცოდინება, რომელი ბიზნესი დგას მათ გვერდით, ხოლო რომელმა ბიზნესმა ამ ორი ძირითადი ძალიან მარტივი მოთხოვნის შეერთებისგან შეიკავა თავი. და ეს იქნება ვებგვერდი, რომელიც არსად არ გაქრება და 2-3 წლის შემდეგაც შეუძლებთ, რომ დავბრუნდეთ და გადავამოწმოთ ეს კომპანია რა პოზიციაზე იდგა ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი მომენტში. როდესაც მთავრობამ გააჟღერა, რომ ეს პროცესი უნდა გაიყინოს 28 წლამდე, ეგეც ჩემთვის გაუგებარია ამის გაჟღერება, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქართველი ერის არჩევანია და კონსტიტუციაში გვიწერია, ანუ როდესაც ეგეთ რაღაც აჟღერებ, ანუ ფაქტიურად კონსტიტუციის არჩევებიდან გადიხარ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბიზნესმა ეს იმ წუთშივე იგრძნო, იმიტომ რომ ეს პროცესები თუ ესე განვითარდა, შესაბამისად არა მარტო ბიზნესი, მთელი ეკონომიკა ჩამოიშლება ქვეყანაში. ყველაზე წარმატებული ბიზნესის განვითარება თავისუფლებასთან არის დაკავშირებული. ბიზნესს ჭირდება წყნარი გარემო, ჭირდება ინსტიტუციები. ეს ფაქტიურად ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილია, რაც საფრთხეს წინაშე აყენებს არა მარტო ბიზნესის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას. გაიგებს თუ არა ამ ადამიანების ხმას ხელისუფლება, ამ სფეროს წარმომადგენლების თქმით, თვითონ არიან იმ სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ქმნიან ქვეყანაში დოვლას, ავსებენ ბიუჯეტს. ამ ბიუჯეტის საშუალებით კი ქართული ოცნება უკვე წლები არის ანხორციელებს თავის პროექტებს და გასცემს ხელფასებს და ასე რომ იმედოვნებენ ქართული ოცნება მოუწევს, როგორც მათი ასევე საქართველოს საზოგადოების უმეტესი ნაწილის ხმის გაგონებას, რომლის არჩევანი არის სწორედ
ახალი არჩევნები და რეჟიმის ტყვე ახალგაზრდებისა და მოქალაქეების გათავისუფლება. რაც შეეხება თავად ამ განცხადებას, თავისუფალი ბიზნესის განცხადებას, როგორც უკვე ვთქვით, ყოველწუთიერად იცვლება მონაცემები. ოფიციალურად ვერიფიკაცია უკვე გავლილი აქვს 500-ზე მეტ კომპანიას, თუმცა რიგში დაახლოებით ამდენივე დგას და უახლოეს დღეებში, როდესაც უკვე შეწყდება განცხადებაზე ხელის მოწერის პერიოდი, ჩვენ გვეცოდინება, ვინ დგას ამ ორი ძირითადი მოთხოვნის მხარეს, ვის სურს ქვეყანაში, რომ იყო ქვეყანა ვითარდებოდეს დემოკრატიულად, ვისი არჩევანი არის სწორედ ის ღირებულებები, რომელსაც საქართველოს უმეტესობა ირჩევს და ვისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ დაცული იყოს როგორც ბიზნესი, ასევე საქართველოს თითოეული ადამიანის უფლებები, იმისათვის და ასევე რომ დამოუკიდებელი იყოს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები.